მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში ქალის ხმა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე ეს არის უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში ფიშინგი და ასე შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ და რა უნდა ვიცოდეთ რომ დავიცვათ თავი საფრთხეებისგან თემაზე სასაუბროთ მარიამ მუხატგვერდელი არის სტუდიაში რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ატარებს სხვადასხვა ტრენინგებს მარიამ მოგესალმებით და მადლობა რომ მოგებთ გადაცემაში მონაწილეობას რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული დღეს თუნდაც აი ონლაინ ყველაზე მეტად რა კუთხით არის საფრთხე აი მაგალითად ფიშინგი მაგალითად Facebook-ის გატეხვის მცდელობა რაღაცა გაურკვეველი შეტყობინებები ანუ თქვენ რას თვლით ყველაზე მეტად გავრცელებულ რაღაც თაღლითურ манипуляციებად ასე გამარჯობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემებზე ესე საუბარი გიათ ონლაინ სივრცეში იმიტომ რომ რეალურად მგონია რომ აკამდე ვერ ავუქვამთ იმ საფრთხეებს რაც რეალურად დგას ინტერნეტ სივრცეში იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცე ჩემთვის პირადად ისეთივე საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს როგორც თქვა ფიზიკური სივრცე და არსებობს რაღაც წესები რაღაც ჰიგიენა რომელიც უნდა დავიცვათ აუცილებლად იმ შემთხვევაში რომ არ გავხდეთ სხვერპლის სხვადასხვა კიბერშეტევის თუ თაღლითური სქემების თუ უბრალოდ პერსონალური შანტაჟის სიტყვაზე. გავრცელებული ასე ვთქვათ ძალიან მრავალი სახის შეტევა არის და ზოგადად თავდასხმა შეიძლება ეს იყოს როგორც ვთქვათ პერსონალიზირებული თქვენზე მორგებული მაგალითად თქვენს პირად გამოცდილებაზე ვთქვათ შეტყობინებები სხვადასხვა fake news-ები და ასე შემდეგ ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სქემები რომლის ქვეშ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაებას ძალიან ხშირად არის ხოლმე ვთქვათ ყალბი შეტყობინებები ნომრებზე სხვადასხვა თითქოს კომპანიებიდან რომლებიც თავს ასახებენ ცნობილ ქართულ კომპანიებად მაგალითად და ითხოვენ თქვენგან რაღაც ინფორმაციის შევსებას ან დამატებას თქვენი პირადი მონაცემების გაზიარებას ან თუნდაც ბარათის მონაცემების გაზიარებას. ამ შემთხვევაში ნებისმიერი სახის შეტყობინება, რომელიც მოგვდის SMS-ის სახით, Messenger-ზე, WhatsApp-ზე და ასე შემდეგ, აუცილებელია რომ ვისწავლოთ მისი გაფილტრა და ამოცნობა ნამდვილია თუ არა. ამას ძალიან ბევრი ეტაპი აქვს, მაგრამ რამდენიმე რო ჩავათვალოთ, ძირითადად არის ის, რომ პირველ რიგში დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, სახელს ან მეილს ხშირად მიმგვალებული არის ხოლმე ხო აი ძალიან ხშირად მარტივად ამასაცნობია იმდანად ყალბია თქვა პირადი მეილიდან არის მოწერილი მაგალითად gmail.com ან yahoo.com მაგრამ თუ რაღაცა დაუფიქრებლად სწრაფად ვიმოქმედეთ შეიძლება მაინც ხო გავხდეთ იმიტომ რომ თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს მესიჯები შეიცავენ ეგრეთ წოდებულ ყალბ საჩქაროს ემოციურ ფონს ასე ვთქვათ რომ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ და რაც შეიძლება სწრაფად რომ დროში ხარ შეზღუდული რომ ვთქვათ რაღაც მნიშვნელოვანი ან ძვირფასი ან მაღალ აი ბოლოს მომივიდა რომ თქვენი ამანათიო რაღაც არასწორ მისამართზე არის თუ რაღაც გავსი და მართლა ველოდებოდი ამანათს და ერთი წამით ვიფიქრე რომ სასწრაფოდ გადავიდე მუზეო გადადით და შეცვალეთო მონაცემები და იწვევენ ყალბ აუცილებლობას ასე ვთქვათ და კიდევ ერთი მთავარია ემოციურ ფონს ასე ვთქვათ რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა გავაკეთო იმდენად ჩქარა რომ მე აღარ მრჩება დრო ასე ვთქვათ რომ გამოვიძიო და უბრალოდ დავაკვირდე და მეცადო რომ ამოვიცნო რამდენ ყალბიან მართალი მაგრამ პირველი რჩევა ასე ვთქვათ ზოგადი რჩევა იქნება რომ რაც მთავარი ემოციებს არ უყვართ რაც არ უნდა უცნაური ან საშიში ან საჩქარო იყოს ყოველთვის რამდენიმე წამი მაინც გამოვნახოთ იმისთვის რომ დავაკვირდეთ ვინ გწერს რას გწერს და ზოგადად რამდენად საეჭვო არის ვთქვათ ის მული რომელსაც გვიგზავნიან და გთხოვენ რომ გადავიდეთ ან რამდენად საეჭვო არის ინსტრუქცია შემდეგ როგორც წესი მონაცემების შევსებას ან რაღაც მსგავს პროცესებს არ შეიძლება დამატებითი ინსტრუქცია იმდენად ინტუიტიური და ავტომატურია. თუ უცნაური ეტაპებისგან შედგება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის ის ნამდვილი, ხო? კიდევ მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ, არასდროს არ გადავიდეთ საეჭვო ბმულებზე. არასდროს. ეს არის ერთ-ერთი თავარი ხაფანგი, რომელშიც ხშირად ებმებიან ხოლმე. კიდე ხშირად ანუ სოციალურ ქსელში მაგალითად ნაცნობი ადამიანებისგანაც მოდის და ხშირად ყოფილა სწორედ საფრთხის შემცველი რაღაცა. ხო,
მე მაგალითად ხო თუ არ ვკითხავ ხოლმე ხა უკვე არ გამომიმუშავ და რა არის ეს მუნდა რომ ნამდვილად წერს აღარ გადავთივარი. ძალიან შეიძლება ადრე იყო გავრცელებული, იყო რაღაც ბმული ჩაგდებული და გეუბნებოდა რომ შენი ვიდეო არის და შენი ფოტო არის, თქვა თან რაღაც და ეჭვი ჩდებოდა რომ იქნებ რაღაც ატვირთ ეს ჩემი. ხო და პირდაპირ დაუფიქრებლად შეიძლება მიგეჭირა ბმულზე ხელი, მაგრამ ხო მსგავსი ქმედებებისგან თავინა შევიკავოთ მაქსიმალურად. პირველი ყოველთვის ჩემი რჩევა არის რომ ემოციებს არ ავყვეთ. ყველაფრისგან არის გამოსავალი, ყველაფრისგან შეიძლება თავის დაცვა პირველ რიგში და მერე არიდება ან შედეგების გამოსწორება. და ხო, შიში და ასე ვთქვათ, პანიკა არის ხოლმე თავი მიზეზი, რატომ შეიძლება გავაგოთ ასეთ საფრთხეებში. ასევე ქალებსაც შეეხება მინდა ერთი ხაზგასმით ვთქვა, რომ ქალები უფრო ხშირად არიან ხოლმე კიბერ თავდასხმის მსხვერპლი. რადგან ასე ვთქვათ უფრო მოსალოდნელია რომ ქალები გახდნენ დევნის, ან დევნა ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური, არამედ რაღაცა პირად ინფორმაციას მოიპოვებენ, შემდეგ ამით манипуლირებენ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს პირად ინფორმაციაც როგორ დავიცვათ, უფრო მეტად ძაფრი პაროლებიც თუნდაც, რომ არ გქონდეს სხვა ცდომა ჩვენს თუნდაც მეილზე, სოციალურ ქსელზე და ასე შემდეგ. ბოლოს იყო რაც მახსენდება, რომ რაღაც კოდის გაგზავნა სიტყვებდნენ და მე ხდებოდა Facebook-ზე შეღწევა. კი. ქალები ახლა და რაზეც საუბრობდით გავაგრძელოთ ეს აი ამ მიმართულებით. სანამ თქვათ გადავალთ პაროლებზე, მანამდე არსებობს ზოგადი ჰიგიენა, ზოგადი წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ ინტერნეტ სივრცეში. ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ აპლიკაციაში, ნებისმიერ სოციალურ ქსელში აუცილებელი არის რომ პაროლი იყოს ძლიერი, შეიცავდეს როგორც დიდ ისე პატარა ლათინურასოებს, შეიცავდეს სიმბოლოებს და შეიცავდეს ციფრებს და იყოს სიგრძეში დაახლოებით 12-15 სიმბოლო. ეს არის სტანდარტი, ასე ვთქვათ, ასეთი პაროლის გატეხვა არის ძალიან ძნელი, შედარებით ძნელი, ვიდრე ისეთი მარტივის, როგორც არის შენი სახელი, ან მხოლოდ რაღაც 1-2-3 პაროლი, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პაროლია შეიცავდეს შენს პირად მონაცემებს, მაგალითად, იმიტომ რომ გამოცნობა ხდება შემდეგ მარტივი, შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ გამოიწვიოს დაბადების წელი და ასე შემდეგ, ასე პლატფორმებზე არ ქონდეს ერთი და იგივე პაროლი ვცვალოთ დროთა განმავლობაში, დავაყენოთ ორფაქტორიანი ავტორიზაციის, გავააქტიუროთ ასე ვთქვათ ორფაქტორიანი ავტორიზაციის ფუნქცია და რაც მთავარი პაროლი არ გავაზიაროთ. ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ სანდო ადამიანებს უზიარებენ პაროლს. მაგრამ რეალურად ეს არ არის მხოლოდ ანუ ნდობის ფაქტორი, ეს არის სიფრთხილე უბრალოდ რომ არასდროს არავის არ უნდა ენდო იმდენად რომ შენს პირად სივრცეში შეაღწიოს. აი ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში როგორ უნდა დავიცავთ ტელეფონის სიმტომებს? ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში პირველ რიგში ტელეფონი უნდა იყოს დაცული რომ მარტივად ვერ გახსნან. პირველ რიგში ეგ არის. ეკრანი და შემდეგ თვითონ აპლიკაციებიც ალბათ ხო? არსებობს უამრავი ასე ვთქვათ დაცვითი აპლიკაცია სხვადასხვა სისტემებისთვის, რომელიც იცავს აპლიკაციას ვთქვათ გახსნისგან, შეიძლება ვთქვათ გააქტიურა ფუნქცია, რომელიც ყოველი გახსნის დროს ითხოვს ვთქვათ ბიომეტრიულ ინფორმაციას, ან პაროლს, ან პინ-კოდს. ეს არის ძალიან ისეთი ძლიერი დაცვა, ასე ვთქვათ. მაგრამ ზოგადად ტელეფონი თუ იქნება დაცული იმ დონეზე, რომ ვერავინ გახსნას, ეს არის პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით. მაგრამ თუ მაინც და მაინც ვთქვათ ყველაფერი დაიკარგა, ან რაღაც ცდომა აღარ გაქვს, აუცილებლად ალბათ ჯობია გაუქმდეს სოციალური ქსელები, ან როგორც მინიმუმ სხვა მოწყობილობით შევიდა და შევამოწმოთ ვინმე იყო თუ არა აქტიური ბოლო რამდენიმე წუთის და საათის განმავლობაში. ასევე თუ გვაქვს ეჭვი რომ ვთქვათ შეიძლება არაფერი დამიკარგავს, რაც გამიზიარებია პაროლი, მაგრამ რაღაცნაირად ვიღაცამ შეაღწია ჩემს Facebook-ზე მაგალითად არის ხოლმე შემთხვევები, რომ უბრალოდ პატარ-პატარ ნიშნებით ხვდებიან რომ ვიღაც არის Facebook-ზე, მაგალითად გამოგზავნილი მესიჯები შენ გარეშე იხსნება, ან რაღაც აქტივობებს აფიქსირებ, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებელი არის რომ პაროლი შეცვალო და ყველა სხვა მოწყობილობა გააგდო და აუცილებელი ასევე მეილზე შეცვალო პაროლი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეილის გავლით ახდენ ხოლმე შესვლას. თუ შენს მეილზე უხსნეს ცდომა, სავარაუდოდ შენს Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელსაც გატეხავს ძალიან მარტივად. როდესაც გვიწევს ხოლმე მაგალითად სხვა კომპიუტერით სარგებლობა, იქ მეილის გახსნა და ასე შემდეგ, რა სხვადასხვა ჩვენი ინფორმაციის გაზიარება, ამ შემთხვევაში რას ურჩევდით? იმიტომ რომ მე მგონი ბევრი არც იყენებს აი ეს Google-ის რაღაცა, როგორ ქვია, არ ვიცი, ინკოგნიტო კარტულად. უბრალოდ კიდევ აი რა რჩევა გექნება თამაში. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ზუსტად მასე შეაღწიეს ჩემს სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ინკოგნიტოს გარშემო ჩავალბროდ შევედი სხვისი მოწყობილობით. და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მახსოვს, რომ თითქოს წავშალე, როგორც ჩანს, ბოლომდე არ წამიშლია და ვიღაცა ვისაც ქონდა ასე ვთქვათ სურვილი, ძალიან მარტივად შეაღწია.
ამ შემთხვევაში ანუ ყველაზე მარტივი თუ სხვის კომპიუტერს ხმარობთ, უბრალოდ გავააქტიუროთ, გავხსნათ ინკოგნიტო ფანჯარა და ჩვეულებრივი ფანჯრით და იუზერით არ ვისარგებლოთ. ინკოგნიტოს შემთხვევაში იშლება თქვენი ისტორია არ ინახება და შესაბამისად არც პაროლები, არც შენი ბრაუზინგ ისტორია, ასე ვთქვათ, არ იქნება შენახული სხვის კომპიუტერში და სხვას მერე წვდომა არ იქნება. შენი იუზერი ვერ ჩარჩება სხვის მოწყობილობაში. კი ბატონო, ქალებზე ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ, ანუ ყველაზე ხშირად რაც ხდება ხოლმე, აი სწორედ პირადი ინფორმაციით манипуლირება, მაგალითად რაღაცა ფოტოების გაგზავნა და შემდეგ მე ამითი შანტაჟი და აი რას ურჩევთ ამ შემთხვევაშიც? ხო, ზოგადად ყველაზე ხშირად არიან ქალები კიბერ თავდასხმის და შანტაჟის და ბულინგისაც ონლაინ სივრცეში და ეს კიდეც ასეთი რაღაც არის, ანუ პირველ რიგში სანამ ვისაუბრებთ იმაზე ვინმესთვის კონკრეტულად გაგზავნაზე, პირველ რიგში ასევე ერთ-ერთი ჰიგიენის საკითხი არის ის, რომ ზოგადად ჩვენს გალერეაზე მაგალითად ან კონტაქტებზე თუნდაც არ ქონდეთ ცდომა ყველა აპლიკაციას. მე ანუ ითხოვს ხოლმე ზოგჯერ აპლიკაცია რომ ნიჭო წვდომა შეიძლება ლიმიტირებული წვდომა ქონდეს და კონკრეტული ფოტოები აირჩიონ ვიდეოები სასურველია რომ ყველა აპლიკაციას არ მივანიჭოთ სრული წვდომა ჩვენს გალერეაზე არც მიკროფონზე არც სპიკერზე ან ჩვენ სისტემაზე ამ გზით შემოღწევა შეიძლება მე თქვა ჩვენს მოწყობილობაში და რაც შეეხება და პლუს არ ავტვირთოთ ჩვენი ფოტოები, სენსიტიური ფოტოები, რა თქმა უნდა, თქვა სხვადასხვა cloud-ზე, drive-ზე და ასე შემდეგ, ან ონლაინ სივრცეში არ განვათავსოთ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ან პირადი სენსიტიური ფოტოების გაგზავნა სხვა ადამიანისთვის, ეს არის რა თქმა უნდა შენი ფუნდამენტური უფლება, მაგრამ უნდა ითვალისწინებდე იმ საფრთხეებს, რის წინაშე შეიძლება დადგე. პირველ რიგში თუ არ გაქვს სანდოობა, ალბათ არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე ხდებიან ქალები შანტაჟის მსხვერპლი, რომ თქვათ თუ არ გააკეთებენ რაღაცას, შემდეგ რაღაც შედეგები მოყვება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პირადად მე ურჩევ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააზიარონ ის ინფორმაცია, რისი გაზიარებაც არ უნდათ, ის სენსიტიური ინფორმაცია იქნება ეს ფოტო თუ სხვადასხვა თუნდაც ტექსტობრივი მონაცემები, ხომ? არავითარ შემთხვევაში და შემდეგ უკვე მიმართავენ სხვადასხვა სამართლებრივ გზებს თუნდაც. პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება ალბათ რომ შეაგროვან მაქსიმალურად ყველა მონაცემი და ყველა სამხილი რაც შეიცავს შანტაჟის მასალას ასე ვთქვათ. ყველა მიმოწერა, ყველა დრო, სკრინშოტები. რაც არ უნდა საშინელი იყოს მესიჯი და მუქარა ან რაღაც შანტაჟი რაც მოგდის სხვის მხრიდან ხომ? რაც არ უნდა გაშინებდეს, არ წაშალო. შეინახე ანუ წაშლა იდეაში ძალიან ხშირად ანუ გინდა რომ უცებ მოიშორო რომ შენ ხედვის არიდან საერთოდ გაქრეს მაგრამ ამით კარგს არაფერს არ აკეთებ პირიქით შეინახეთ სკრინშოტი არ წაშალო მესიჯები ასევე ქალები ზოგჯერ ვერ ვიაზრებთ ხოლმე უბრალოდ და განსაკუთრებით პატარა ასაკში რომ სოციალურ ქსელებში ადამიანების დაბლოკვა არის ჩვენი უფლება ეს ფუნქცია არსებობს რაღაც მიზეზით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ფუნქცია ხომ თუ არ გვინდა ვინმეს ქონდეს ჩვენზე წვდომა თუ არ გვინდა ვინმე გვაწუხებდეს ასე თქვა და ვიღაც გვაწუხებს მისი დაბლოკვის სრული უფლება გვაქვს. ასევე მისი დარეპორტების და ასე თქვა პლატფორმისთვის შეტყობინების გაგზავნის, რომ ეს მომხმარებელი Facebook-ზე ან Instagram-ზე ხომ არ გვაქვს რაღაც წესებს. არსებობს რაღაც წესები, რომლის მიხედვითაც უნდა იქცეოდნენ ადამიანები სოციალურ ქსელებში. თუ შენ მაბულინგებ, თუ შენ მაყენებ შეურაცხყოფას, მე აუცილებლად უნდა შევატყობინო იმ პლატფორმას და შემდეგ მე ვიმოქმედო, რომ შენ ჩემზე წვდომა არ ქონდეს. ეს არის ანუ ძირითადი რჩევა და უფლებები და კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მე ხშირად ვაწყდები ხოლმე, არის ის, რომ ეს აღზრდა არ იწყება ბავშვობიდან. პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალისთვის, არა მარტო ქალისთვის, საკუთარი საზღვრების დაწესების პრაქტიკა, ასე ვთქვათ. როდესაც ეს საზღვრები ჯანსაღია, შემდეგ უკვე ნაკლებად ხდება ხოლმე ნებისმიერი სახის ბულინგი და შანტაჟი. ნამდვილად. ძალიან ბევრი საფრთხე ჩამოვთვალეთ. თქვენ გაქვთ შეხება, თავშიც აღნიშნე, რომ ატარებთ ტრენინგებს და ასე შემდეგ უამრავ ადამიანთან, აი თქვენ გამოცდილებიდან გამომდინარე, მოქმედებს ისევ აი ესეთი მსგავსი, მაგალითად შეტყობინება მოგივიდა გადახვედი მულზე, მაგალითად ვიღაც წერს თუნდაც მეილზე, რომ აი მილიონი დაგიტოვე შენი ნათესავი აღმოჩნდი. არის ისევ შემთხვევები, როდესაც წამოეგება თქვათ აი
აი ამ შეტყობინებას და გადადიან და რაღაცა იჯერებენ, აი ჯერ კიდევ არის ეს ის თუ უფრო ფრთხილად უყურებენ და არის თუ არა სამუშაო ამ კუთხით რომ ცნობიერება ასე ვთქვათ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ადამიანების ცნობიერება და ინფორმირებულობა ამ საკითხზე, იხვეწება ასევე სქემინგის სქემებიც და მეთოდებიც. ანუ ყოველდღიურად ხვდებით ახალ და ახალ მეთოდებს და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო გამარტივდა სხვადასხვა fake news-ების ან fake მონაცემების შექმნა და მარტივად манипуლირება ადამიანების. ამიტომ ისევ და ისევ ანუ პროპორციულად იზრდება ცნობიერება და ინფორმირებულობა, ამის პროპორციულად იზრდება ასე ვთქვათ ის მეთოდები, რითაც ცდილობენ მოტყუებას. მუდმივი ინფორმირებულობა, მუდმივი გაზიარება ინფორმაციის იქნება ერთადერთი გზა ჩემი აზრით, რომ ესეთი სქემებისგან თავი დავიცვათ და ისევ მარტივი ციფრული ჰიგიენის დაცვა. და ასევე უბრალოდ კრიტიკული აზრი გასარჩევად ინფორმაციის და ძალიან მარტივი წესების ცოდნა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფორმულა, რითაც შეიძლება თავი დაიცვა. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოინახოს ადამიანი, რომელიც ხდება ამ თავდასხმის მსხვერპლი. აუცილებლად მოხდება ასეთი შემთხვევა, თუმცა იხვეწება ამის ფორმები და ერთადერთი ვარიანტი არის, რომ მუდმივად ინფორმაცია გაიცვალოს ადამიანებს შორის, მუდმივად იყოს ასე ვთქვათ ველი, სადაც ეს ინფორმაცია ვრცელდება, რაც უფრო სწრაფად ვრცელდება ხოლმე სქემინგის სქემები, ანუ ერთი ადამიანი ეთქოს მეორეს, მესამეს და მეერე უკვე ნაკლებია ხოლმე მსხვერპლი, იმიტომ რომ მე უკვე ვიცი რა ფორმით ხდება მოტყუება ციფრულ სივრცეში. და ისევ მართლაც საღი აზრი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იცვლება ფორმები, მაგრამ მაინც მოზარდებთან განსაკუთრებით არის ხოლმე საფრთხე, რომ რაღაცა Facebook-ზე და რაღაც შანტაჟის და ხო, მოზარდების თემა სენსიტიურია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ასე მგონია ქართულ სივრცეში მოზარდები საერთოდ არ არიან ინტერნეტ სივრცეში დაცული, არანაირი კონტროლის ქვეშ არ იმყოფებიან არც მშობლების, არც სხვა ზედამხედველების მიერ. სრულიად დაუცველები არიან და ძალიან ხშირად არიან აბსოლუტურად გახსნილები ყველანაირი საფრთხის წინაშე, გახსნილებს გულისხმობ დაუცველობას, ასე ვთქვათ. აზიარებენ ინფორმაციას სადადიან მთელი დღის განმავლობაში, რა მარშრუტით გადაადგილდებიან ფოტოებს და ასე შემდეგ. და აი ამაში მსგავსი აქტივობა ყოველთვის საშიში არ მარტო მოზარდებისთვის ჩემი აზრით, შენი ყოველდღიური ცხოვრების გაზიარებით, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ ადამიანს აძლევ ყველა ინფორმაციას, რაც სჭირდება იმისთვის, რომ რამე შენზე მეტი ინფორმაცია მოიძიოს და რაღაც საფრთხის შემცველი ქმედება განახორციელოს შენ წინააღმდეგ. ანუ ძირითადად იმ ინფორმაციას იყენებენ, რაც ჩვენ ვაზიარებთ. ანუ ეს არის უკვე მშობლების სიფრთხე, ანუ მშობლები უნდა იყვნენ ამ შემთხვევაში ყურადღებით თუ სკოლაშიც უნდა იყოს რაღაცა ბაზისო დონეზე ამ კუთხით საუბარი, რომ რაღაცა მეტად ჩემი აზრით აუცილებელია მშობლების ჩართულობა ბავშვების ციფრულ ცხოვრებაში აუცილებელია. უნდა იყოს კონტროლი რაღაც გარკვეულ ასაკამდე. შესაძლოა მე ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელი ზოგადად შეიძლება არც იყოს ასარგებლო ძალიან პატარა ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა ძალიან ისეთი ფართო თემაა. მე არც სპეციალისტი ვარ და არ შემიძლია რომ ამაზე დაზუსტებით თქვა. ეს არის ჩემი აზრი, რომ რაღაც გარკვეულ ასაკამდე სოციალური ქსელი არანაირ სარგებელს არ აძლევს მოზარდს და ბავშვს. მშობელი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს მისი არსებობის შემთხვევაში. უნდა ქონდეს ყველანაირი წვდომა მესიჯებზე, ან როგორც მინიმუმ შეეძლოს კონტროლი დროის, რა დროს ატარებს. მარტო საფრთხეებზე არ არის, აქ არის ის დრო, რასაც ატარებს სოციალურ ქსელში და მშობელს ამაზე კონტროლი უნდა ქონდეს აუცილებლად. სკოლაც სავარაუდოდ სოციალურ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ბავშვზე, თუმცა არ ვიცი რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს. ეს ალბათ მაქსიმუმ არის ის, რომ სკოლაში არ შეიძლებაოდეს მობილურის გამოყენება, ვთქვათ. სხვა მხრივ, არ ვიცი, ისე მშობელზე და ოჯახზე არის მთელი დატვირთვა და ზეწოლა, ასე ვთქვათ, რომ მაქსიმალურად იყოს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სოციალურ ცხოვრებაში ჩართული. მადლობა, მარიამ მუხათგვერდელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე გემშვიდობებით დროებით.